არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქართული დელეგაციის ვიზიტი დასრულებულია. მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობის პარალელურად საქართველოს პრემიერმა ორმხრივი შეხვედრები გამართა და პანელურ დისკუსიებშიც მიიღო მონაწილეობა. აქცენტები გაკეთდა საერთაშორისო დაკავშირებადობის კუთხით საქართველოს როლზე და მის სატრანზიტო პოტენციალზე. დუბაიში ყოფნის დროს ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერსაც შეხვდა. არაბთა გაერთიანებული საამიროების პირველ პირებთან კი საუბრის თემა ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაძლიერება იყო. ყურადღების მიღმა არც მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები დარჩენილა. მათ შორის ჯგუფთან ცოტა ხნის წინ გაფორმებული მსხვილი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოში 6 მილიარდიანი ინვესტიციის ჩადებას გულისხმობს. სამი დღე 30 ქვეყნის ლიდერი და 6000-ზე მეტი სტუმარი. მსოფლიო მთავრობათა სამიტი დუბაიში დასრულდა ქართული დელეგაციის ვიზიტიც, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. სამიტის სტუმრებს საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით საზეიმო გახსნის დღეს მიმართა. სამი დღის განმავლობაში მომავლის მთავრობებზე, ტექნოლოგიურ გამოწვევებსა თუ ეკონომიკურ მიღწევებზე. მსოფლიო მთავრობათა სამიტის ტრიბუნიდან 140-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის სტუმარმა ისაუბრა. დახურვის დღის ერთ-ერთი ბოლო და გამორჩეული სტუმარი კი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი აღმოჩნდა, რომელმაც ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკურ მიდგომებზე ისაუბრა და ამ პლატფორმიდანაც შეეხო უცხო ქვეყნებში ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფულის საეჭვო ხარჯვის ნაწილს. ახალ ადმინისტრაციას სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის ნაკლები ინტერესი აქვს. ვფიქრობ, საკუთარი საქმე სხვა ქვეყნებს თავად უნდა დაუტოვოთ, ვინაიდან ამერიკამ რეჟიმების შეცვლის ზეწოლის ნაცვლად საკუთარი ქვეყნის საქმე უნდა გააკეთოს. მაგალითისთვის ჩვენთან 450 ფედერალური სააგენტოა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფორმირების შემდეგ წლიურად 2 სააგენტო იქმნებოდა. ისმის რიტორიკული კითხვა, რამდენი სააგენტოა საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანა მართო? 450 ნამდვილად არა. დიდი ყურადღების ცენტრშია USAID. პროგრამები შევისწავლეთ და დავსვით კითხვა, საერთოდ რატომ არსებობენ ისინი? ნამდვილად საჭიროა. ასევე დემოკრატიის ეროვნული ფონდი. ასევე ისმება კითხვა, რა დონეზე იქნა მათ მიერ დემოკრატია მიღწეული. არ ვიცი, მგონი არც ისე. სხვა ქვეყნების კონკრეტულად კი საქართველოს შიდა საქმეებში არც ისე სახარბიელო ჩარევის შესახებ. დიდი ხანია საუბრობს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც რევოლუციურ სცენარებს მიღმა სწორედ უცხოური ფონდების კვალსა და ფინანსებს ხედავს. ამ პოზიციას იზიარებს მეგობარი ქვეყანა უნგრეთიც, რომელიც საქართველოს პარტნიორი და მოკავშირეა. ამიტომ გასაკვირი არ ყოფილა, რომ ორი ქვეყნის ლიდერებმა კიდევ ერთი შეხვედრის შანსი არც მსოფლიო მთავრობათა სამიტზე გაუშვეს ხელიდან. ირაკლი კობახიძემ და ვიქტორ ორბანმა პირისპირ შეხვედრაზე როგორც ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე, ისე სწრაფად ცვალებად გლობალურ პოლიტიკურ ველზე შემდგომი პოზიციონირების შესახებ ისაუბრეს. მქონდა კარგი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან მსოფლიოს მთავრობათა სამიტის ფარგლებში. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო-უნგრეთის მომავალი მთავრობათშორისი სამიტი ბუდაპეშტში რაც შეიძლება მალე გავმართოთ. ჩვენი საუბარი მოიცავდა ორმხრივი ურთიერთობების დადებითი დინამიკის ამსახველ ძირითად საკითხებს. შევთანხმდით, რომ საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი ბუდაპეშტში გაიმართება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს პარტნიორობას. საქართველო მტკიცე თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთო ინტერესების სფეროებში პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენის ერთგულია. ვიდრე უნგრეთში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი საბჭო გაიმართება, მანამდე საქართველოს მთავრობის მეთაური სავარაუდოდ ქუვეითს ეწევა, სადაც ირაკლი კობახიძე ქუვეითელმა კოლეგამ მიიწვია. სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ლიდერებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე იმსჯელეს. კიდევ ერთი შეხვედრა სამიტის ფარგლებში მასპინძელი ქვეყნის არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრთან შედგა და საუბარი ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობების ბევრ ასპექტში. განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით. სწორედ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოეწერა 2 კვირის წინ ხელი მემორანდუმს 6 მილიარდი დოლარის მოცულობის საინვესტიციო შეთანხმების განხორციელებაზე. ემარ ჯგუფთან, რომელიც საამიროებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა და მსოფლიოში უმაღლეს შენობას ბურჯ ხალიფას ფლობს. ვიდრე საქართველოს პრემიერ-მინისტრი და კაბინეტის წევრები მსოფლიო მთავრობათა სამიტს სტუმრობდნენ, ბურჯ ხალიფა ქართული დელეგაციის პატივსაცემად საქართველოს დროშის ფერებში განათდა. საინტერესო სამიტი იყო, ქონდა რა თქმა უნდა შეხვედრების საშუალება, მათ შორის გაიმართა შეხვედრა დუბაის მმართველთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ასევე ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან. იყო საინტერესო შეხვედრები, საინტერესო საუბრები. ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ამ რეგიონში ურთიერთობების გაღრმავება, პოლიტიკური პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება, ეკონომიკური კავშირების განვითარება. რა თქმა უნდა ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი
მოგზავნილები მიგვეტანა ჩვენს მეგობრებამდე, ჩვენს პარტნიორებამდე და ამ კუთხითაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ სამიტში მონაწილეობა. სოფლიო მთავრობათა სამიტი, რომელსაც წელს რეკორდულად ბევრი სტუმარი ჰყავდა. სოფლიოს უმსხვილესი კომპანიებიდან ძირითადად ახალ ტექნოლოგიებზე და ეკონომიკურ საკითხებზე იყო ორიენტირებული. ამიტომ ქართული დელეგაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ არამხოლოდ პოლიტიკური შეხვედრები გაემართათ, ესაუბრათ პოტენციურ ინვესტორებთანაც. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია აბუ-დაბის პორტსაც სტუმრობდა და პორტების ჯგუფის მენეჯმენტსაც შეხვდა. სწორედ აბუ-დაბის პორტების ჯგუფი ახორციელებს მსხვილ ინვესტიციას თბილისის მშრალი პორტის პროექტში, რომელიც 2025 წელს უნდა გაიხსნას. ჩვენ მოგვეცა საშუალება სპარსეთის ყურის სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციასთან ჰქონდა შეხვედრები და გვემშელა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის ეკონომიკურ სავაჭრო ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია სპარსეთის ყურე ზოგადად ჩვენთვის, ამიტომ ტურისტული კავშირების გაღრმავების მიმართულებით ასევე ძალიან სასარგებლო შეხვედრები გაიმართა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ თავის შედეგს გამოიღებს. პრემიერ-მინისტრისა და ქართული დელეგაციის წევრების ვიზიტი მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში დასრულებულია. სრულდება თავად სამიტიც, რომელიც წელს ტექნოლოგიურ პროგრესსა და ქვეყნების ეკონომიკურ წინსვლაზე იყო ორიენტირებული. და რასაც, როგორც სამიტზე გამოსვლელი მაღალი რანგის სტუმრები აღნიშნავდნენ, ვერცერთი ქვეყანა ვერ მიაღწევს ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე.